იცოდი, რომ ცუდი ძილი შიმშილს აძლიერებს ისე, თითქოს 300-400 კალორიით ნაკლები გეძინა. როცა სრულყოფილად არ გძინავს, ორგანიზმში მატულობს გრელინი, ჰორმონი, რომელიც მადას აძლიერებს და იკლებს ლეპტინის დონე. ეს ის ჰორმონია, რომელიც პასუხისმგებელია ტვინს ამცნოს, რომ შენ დანაყრდი და მეტი საჭმელი აღარ გჭირდება. შედეგად მეორე დღეს უფრო მეტად გექნება შოკოლადის, პურის და ზოგადად სწრაფი ნახშირწყლების მიღების სურვილი. სხეული ენერგიას ეძებს იქ, სადაც სწრაფად იპოვის. ძილი არის ყველაზე დაუფასებელი დიეტა, რომელიც ბუნებამ შექმნა. მეტი ჯანსაღი რჩევისთვის გამოიწერეთ ორგანიკალის გვერდი. გისურვებთ ჯანმრთელობას. იცოდი, რომ შენი სხეული ყოველ 7 წელიწადში მთლიანად იცვლება? ადამიანის უჯრედების უდიდესი ნაწილი 5-7 წელიწადში მთლიანად ახლდება. ძვლები, კანი, სისხლი, ნაწლავებიც კი. შენი დღევანდელი ჩვევები აშენებს იმ სხეულს, რომელსაც მომავალში ატარებ. ამიტომ კარგად დაფიქრდი, რა სჭამ, როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობ, რამდენად ჰიდრირებული ხარ და რამდენად საკმარისად აქვს შენს ორგანიზმს საჭირო რაოდენობის ვიტამინები, მინერალები და ამინომჟავები. მეტი ჯანსაღი რჩევისთვის გამოიწერეთ ორგანიკალის გვერდი. გისურვებთ ჯანმრთელობას. იცოდი, რომ შაქარი პირდაპირ ამცირებს ტვინის სიგნალებს იმ უბნებში, სადაც თვითკონტროლი ყალიბდება? სწრაფი შაქარი აჩენს დოფამინის მკვეთრაფეთქებას. სიამოვნების სიგნალს, მაგრამ რაც უფრო ხშირად ხდება ეს აფეთქება, მით უფრო იშლება ტვინის ბალანსი და გვიჭერს გაჩერება. შედეგად გვიჩნდება ტკბილი ციკლი. რაც უფრო მეტ უსჭამთ, მით უფრო მეტი გვინდა. ტკბილი ემოცია კარგია, როცა ბუნებრივია ხილიდან, თაფლიდან ან თვითონ ცხოვრებისგან. მეტი ჯანსაღი რჩევისთვის გამოიწერეთ ორგანიკალის გვერდი. გისურვებთ ჯანმრთელობას. იცოდი, რომ მხოლოდ 20 წუთი ბუნებაში ყოფნა ამცირებს სტრესის ჰორმონ კორტიზოლს თითქმის 30%-ით. მეცნიერულად დადასტურებულია, როდესაც ჩვენ ვხედავთ მწვანე ფერს, ტვინი ტალღებს ანელებს, გულისცემა ნორმალიზდება და სუნთქვა ღრმავდება. ბუნება საუკეთესო წამალია, რომელიც უფასოდ გვაქვს. უბრალოდ უნდა გავიდეთ გარეთ. მეტი ჯანსაღი რჩევისთვის გამოიწერეთ ორგანიკალის არხი. გისურვებთ ჯანმრთელობას.